დავბრუნდით კვლავ პირდაპირ ეთერში სტუმარეთ შემოგვიერთდა, მაგრამ სანამ სტუმართან დავიწყებთ საუბარს, ილია გვეტყვის რა ეტაპზეა ჩვენი კერძი, იმისთვის რომ მაყურებელმა თვალყური მიადევნოს მზადების პროცესს. ჩვენი კერძი უკვე იმ ეტაპზეა, შეგვიძლია ეს ფოთლოვანი ნაწილი ოხრახუშის აი, თავარი ინგრედიენტი. საკმაოდ დიდი კონა საკმაოდ დიდი კონა. მე მგონი თორცევის 3 კონა არის, ხო? შენ არ დაჭერი და ისე. არ უნდა ამას დაჭრა, ის ხოლმე ბლენდერდება, ხო. კარგი. უბრალოდ ამას ცოტა წყალს დავამატებ, ეხლა მე კიდე, იმიტომ რომ რეკლამის განმავლობაში მე მინდა მაყურებელს ვუთხრა ინფორმაციის სახით, რომ წყალ სულ გვედგა ცეცხლზე, შესაბამისად სულ დუღდა. კი, იმიტომ რომ კარტოფილს უნდა საკმაოდ რომ მოიხარშოს. შეგვიძლია ამ წუნას დავუმატოთ გალინა ბლანკას ბოსტნეულის კუბიკები, ოღონდ ამ შემთხვევაში მოდი ბოლომდე ჯანსაღი გავაკეთოთ. თუმცა ის ის მაინც თავის არომატს შეიტანს. თავის არომატს შეიტანს, კი, ამ შემთხვევაში ესეც ხო. არ გვინდა. თეო, ყველა კარგი. რამდენ ხანს უნდა იყოს ახლა? 2 წუთი დაახლოებით, ცოტა გემო გამოუშვას, თავის სიჯანსაღე შეინარჩუნოს, შემდეგ ვაბლენდერებთ. მზად არის. რაღაც დეტალებს დავუმატებთ. და ძის პროდუქტი როდის არის? ძის პროდუქტი არის ბოლოში. ანუ არაჟანთან ერთად ხარშვა არ შეიძლება. და შემდეგ უკვე გადახვალ ალბათ პასტის მომზადებაზე, ხო? შემდეგ გადავალ პასტის მომზადებაზე, კი. ძალიან კარგი. ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ამ ყველაფერს სჭირდება კარგი ღვინო. ხომ მართალი ვარ? პასტას სჭირდება ძალიან კარგი ღვინო. სწორედ ამ თემასთან სასაუბროთ, ჩვენ მოვიწვევთ ძალზედ. საინტერესო სტუმარი ანა გოდაბრელიძე, მეღვინე, რომელიც არის წინანდლის ღვინის სკოლის დირექტორი, საქართველოს ღვინის სკოლის დამფუძნებელი, სახელმწიფო სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და აგრარული უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ მობრძანეთ ჩვენთან. პირველი კითხვა მაქვს ესეთი, მე პირადად მაინტერესებს, პასტას რომელი ღვინო მოუხდება? კარგი, შერჩევით დავიწყოთ და შემდეგ მათემატიკას გადავიდეთ. რით მომზადებთ? გვაქვს ლიმნის соус, და ლიმნის ცედრა იქნება, წვენი იქნება, პარმეზანი იქნება და შაშხულავი იქნება კიდევ. ძალიან კარგი. მე ძირითადი ნოტა ლიმონია მაინც. უფრო ასე ვთქვათ, ხალისიანი, თეთრი კლასიკური ტექნოლოგიით დამზადებული ღვინო დღეს გვაქვს სათავშორის. ნამდვილად და ასე რომ შეგვიძლია რომ მასთან ერთად დავაგემოვნოთ ჩვენი პასტა. უნდა აღინიშნოს რომ ღვინის დიდი მოყვარული არ ვარ, შესაბამისად ჩემთვის ძალიან რთულია განვასხვავა რომელი არის კარგი ღვინო, რომელი არის ცუდი. შეგვიძლია ესე პირდაპირ ეთერში ერთგვარი მასტერკლასის სახით ძალიან მარტივი ხერხით გამოვიცნოთ რომელია კარგი ღვინო, რომელია ცუდი დილეტანტებისთვის, თქვათ როგორიც მე ვარ. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ხო არ გაგვესინჯა თან. მით უმეტეს ხშირ შემთხვევაში ვიცი რომ დეგუსტაციისას შეცდომას ვუშვებთ, არასწორად ვსინჯავთ და ეს ალბათ გარჩევაში ცხელს გვიშლის, ხო? ეს წესებიც უნდა გვასწავლოთ. კი, აუცილებლად. მოხარებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ესე ვფიქრობ, მიუხედავად იმისა, რომ დიდი ისტორია და კულტურა გვაქვს ჩვენ მევენახეობა მეღვინეობის, მაინც ეს დაგემოვნების კულტურა უნდა ვაღიაროთ, რომ ნაკლებად გვაქვს სხვა ქვეყნებიდან გამომდინარე, სადაც ასევე განვითარებულია მევენახეობა მეღვინეობა. სწორედ ამიტომაც არის, რომ ეს ჩვენი წინანდლის სკოლაც და ჩემი ღვინის სკოლაც ამას ემსახურება, როგორც მოყვარულებს, ასევე სხვადასხვა კომპანიის თანამშრომლებს ვამზადებთ ხოლმე, ხანდახან რამოდენიმეჯერ ერთი და იგივე კომპანიის იმისათვის, რომ უფრო მეტად განვითარდნენ ამ მიმართულებით და წინანდლის სკოლაში კი ჩვენ მოსწავლეები გვყავს. სკოლის მოსწავლეები, დამამთავრებელი კლასის მარტო დეგუსტაცია არ არის, რა თქმა უნდა, მთლიანად ეს ისტორია და კულტურა მევენახეობა მეღვინეობის უფასოდ და ჩაგვყავს ძალიან ცნობილი ექსპერტები ამა თუ იმ მიმართულების ამ დარგში, რათა გარკვეული ცოდნა მისცენ. არ არის აუცილებელი და ჩვენი მიზანი არ არის ის, რომ ისინი მეღვინეები გახდნენ. ზოგადად ეს ცოდნა გქონდეს, იგივე არის ეს ჩემი სკოლა და კარგი შემფასებლები მაინც იქნებიან თუ არ გახდებიან ჩვენ შემთხვევაში ჩვენ ხო შეგვიძლია მოვიდეთ თქვენთან თუ არა? აუცილებლად მე ერთხელ პირობას მოგეცი და ამ პირობას აუცილებლად შევასრულო რომ მასტერკლასი გავაკეთოთ ერთად. და განვასხვაოთ კარგი ღვინო, ცუდი ღვინო, არ მე მგონი არ არსებობს ცუდი ღვინო, მაგრამ რომ გავარჩიოთ ერთმანეთის მინდორობაზეც აუცილებლად. რა მიმდევრობით უნდა გავსინჯოთ, როცა სხვადასხვა ღვინოა წარმოდგენილი. სხვათა შორის ზუსტად 4 ოქტომბერს იქნება ღვინის დღე. საქართველოს სხვადასხვა მევენახეობა მეღვინეობის რეგიონში და იქაც იქნება დეგუსტაციები, ზუსტად იმიტომ რომ მომხმარებელმა უფრო მეტად შეიყვაროს
ღვინის დაგემოვნება. სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას აგრარული უნივერსიტეტის 500-ზე მეტი სტუდენტი მიიღებს. ილია, მოდი, შენ იცია ეს მასტერკლასი, რაც ჩვენ ახლა უნდა გავიაროთ, რატომ გქონია რომ მაინტერესებს. აი როგორ უნდა დავაგემოვნოთ, ჭიქა როგორ უნდა დავიჭიროთ, როგორ უნდა მივხვდეთ, ხარი ყველა შენიშნა მოსაცემი არ მაქვს. თუმცა სწორედ აღნიშნეთ თქვენ რომ ჭიქის დაჭერა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როდესაც ესე იჭერენ, ანუ ფარავენ სითხეს თვითონ ხო? სითხეს ფარავენ, ფერს ვერ ასე ვთქვათ ვერ ვაფასებთ და ასევე ტემპერატურულ რეჟიმსაც უცვლით ღვინოს, ვიცით რომ ამასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დავიწყოთ ჭიქის დაჭერით ფეხზე, ესე ვთქვათ, ფეხზე უნდა მოვკიდოთ თავზე. კი, ნამდვილად. შემდგომ მეგონია პირველ რიგში ფერი უნდა, ანუ სამი ძირითადი კრიტერიუმით, ანუ უნდა შევაფასოთ ღვინო, პირველს ვიწყებთ რა თქმა უნდა ვიზუალური შეფასებით და ძალიან მნიშვნელოვანია ვიზუალური შეფასება. დამერწმუნებით რომ სხვადასხვა კერძს, როდესაც გინდათ რომ დააგემოვნოთ, პირველ რიგში მაინც ვიზუალურად აქედან გამომდინარე ასე არის ღვინოს. ეხლა ამას ვხედავთ რომ არის ღია ჩალისფერი მომწვანო ელფერით. კი, სასურველია თეთრი ფონი და უფრო მარტივად შეძლებთ. შემდეგი ეტაპი არის უკვე ღვინის შეფასება არომატით, ყნოსვით. შემდეგ დავატრიალებთ უკვე იმისათვის რომ ნახოთ და მივეხმაროთ ღვინოს უფრო მეტად წარმოაჩინოს თავისი არომატები დატრიალებით და შემდეგ უკვე ვაგემოვნებთ. რასი ჩუმია სტუდიაში დაგემოვნების დროს ცოტა ხანი პირში ვიჩერებთ იმისათვის, რომ ეს არომატული ნივთიერებებს მივეხმაროთ, ცოტა გავათბოთ, ცოტა დავატრიალოთ და ამის შემდეგ იდენტიფიცირება მოვახდინოთ რა არომატები გვაქვს. ყველაზე რთულია ხოლმე შემდეგ, როდესაც დავაგემოვნებთ, ჩამოაყალიბო რა შეაფასო ხო როგორია? აი მაგალითად როგორ დაახასიათებთ? ხო, თქვენი მე მგონი გრილიტონებია, ხო? ხშირ შემთხვევაში მაქვს მაგალითად დაგემოვნების ეს ღვინის, მაქვს ეს განცდა, რომ ამას ყოველთვის ვერ დალევ, იმიტომ რომ შეიძლება ცოტა მძიმე იყოს, ან განსაკუთრებული გემოვნება უნდა გქონდეს იმისთვის, რომ ეს ღვინო მოგეწონოს. ეს ისეთია, მე ვფიქრობ, უმრავლესობის გემოვნებას. კი ბატონო. მოერგება და დააკმაყოფილებს. თუ დამეთანხმებით გრილიტონები შეინიშნება, ციტრუსის ტონები უფრო, მაგრამ არა მარტო ლიმონი, იმიტომ რომ ციტრუსში არის ფორტოხალიც, გრეიპფრუტიც, ანუ ფორტოხალი უფრო ტკბილია, გრეიპფრუტი სადღაც შუაში არის. ამ შემთხვევაში უფრო არის ლიმნის და გრეიპფრუტის, ფორტოხალი უფრო ტკბილია, რომ დავჭრათ თეფშე და ის არომატია ზუსტად. კი ბატონო. ძალიან მსუბუქად და შემდეგ არომატში შეინიშნება უკვე მწვანე ვაშლი. მწვანე ვაშლი მართალია. აი უკვე როცა ყვება მერე დაკვირვების შემდეგ აღმოჩენილ საკეთებად თურმე ყოფილა. და დაგემოვნების შემდეგ არის მწვანე ვაშლი და ლიმონი რჩება ბოლოს. უფრო ლაიმს ვიტყოდი. ერთი შეკითხვა მაქვს. ეს ყველაფერი სწორი შეფასება, სწორად დანახვა იმ დეტალების, რასაც თქვენ ასე კარგად ახერხებთ და ჩვენ არ გამოგვდის. პრაქტიკასთან ერთად მოდის. აუცილებლად, პრაქტიკასთან და მეხსიერებასთან ერთად, იმიტომ რომ ფაქტობრივად ყველა არომატი გაქვთ თქვენ გასინჯული, ასე ვთქვათ. გარდა იმ არომატებისა, რომელიც ეგზოტიკურია ან ჩვენთან არიზდება, ან სხვა ქვეყანაში მოხვდით, მაგრამ არ გაგისინჯავთ, ყველა არომატი უბრალოდ იდენტიფიცირება გიჭირთ. მახსოვრობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა გარკვეულწილად შემდეგ სხვადასხვა დაგემოვნების დროს, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ აუცილებლად შეძლებთ იმას, რომ ზუსტად მოვახდინოთ, არა მარტო ის თქვათ, რომ იცით ეს არომატი და ეს სუნი, არამედ სწორედ დაარქვათ სახელი ამა თუ იმ არომატს. კარგი. მე როგორც ვიცი, როდესაც რამდენიმე ღვინის დეგუსტაცია ხდება, შუალედში უნდა იყოს ერთგვარი შესვენება, პაუზა და გასანეიტრალებლად თან რაღაცას ერთი ლუკმა უნდა ჩავიდოთ, ხო? კი ბატონო, ესე იგი, თუ კი ოფიციალური დეგუსტაცია, ასე ვთქვათ, კრიტიკული, ამ შემთხვევაში წყალი ჯობია. იმიტომ რომ რაც არ უნდა იყოს პურს და ყველს დებენ ხოლმე ზოგჯერ ნიგოს, მაინც დამერწმუნებით რომ ყველს რაც არ უნდა ნეიტრალური იყოს, მაინც გარკვეული ცხიმიანობა ახასიათებს, ნიგოზიც ასევეა. პური შედარებით ნეიტრალურია, თუმცა მაინც წყალი არის, წყალი და პური. ამ შემთხვევაში რაც მინდა დავამატო და არ მინდა რომ გამოგჩეს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჰარმონიულობა ღვინოში. ჩვენ შეიძლება დამოუკიდებლად მოგვეწონოს არომატი ყნოსვის დროს, შეიძლება გემოს არომატი მოგვეწონოს, მაგრამ ერთმანეთთან არ იყოს თანმხედრი. ამიტომ, როდესაც ჰარმონიაა ამ არომატს შორის და ინტენსივობა არომატებში, მაშინ უკვე ჰარმონიული ღვინო არის და სასიამოვნო. ამ შემთხვევაში მე მგონი საუკეთესო დახასიათება ჰარმონიული ღვინოა. როდესაც დეგუსტაციას ვიწყებთ, თეთრი ღვინო არის პირველი ყოველთვის და შემდეგ გადავიდეთ თეთრი მშრალი ღვინო არის, შემდეგ თეთრი ნახევრად ტკბილი, კახური ღვინო გვაქვს მოტანილი, ძალიან კარგი კახური
ღვინოს შევარჩიეთ იმისათვის რომ ნახოთ განსხვავება რა არის, იმიტომ რომ მართლა ჩვენი სიმდიდრე არის, იმიტომ რომ ჩვენმა წინაპრებმა საოცარი ტექნოლოგია დაგვიტოვეს, ქვევრის ღვინოა ეს ჭურჭელიც ძალიან ესეთი გონივრული მოფიქრება არის, რომ ტემპერატურული რეჟიმით შენარჩუნებული იყო დუღილის დროს და შემდეგ დავარგების და დაწვევების დროს ქვევზე. ესეც ქვევრის ღვინოა, თუ გსურთ, შეგვიძლია დავაგემოვნოთ ეს ღვინო. დავაგემოვნოთ აუცილებლად, სანამ დავაგემოვნებთ, ილიასაც ვკითხოთ, რა ხდება ჩვენთან სამზარეულოში? სამზარეულოში ჩვენს უკვე ბლენდერშია. არ შეგაწყვეტინეთ, სიჩუმე არ დაგირღვიეთ, ანუ უნდა დავაბლენდეროთ ამ შემთხვევაში. აჰა. ანუ მასა უკვე დასაბლენდერებლად მიხვდი მზად არის მაშინ, როდესაც კარტოფილი მოიხარშა, ხო? კი, კარტოფილი რომ მოიხარშება, უკვე შეგვიძლია. მზად არის. მთლიანი მასა გადაგვაქვს ბლენდერში. ამ შემთხვევაში ხმამაღლა უნდა ვისაუბროთ, ხო? და გადავხაროთ. არის ვიზიტი ხმაურიანი, მინდა გითხრათ. ფერი როგორი ლამაზია, მინდა. ძალიან. მე საღიჯამრთელი. მწვანე ფერი ძალიან. წვნიან საერთოდ ღვინო არ ხვდება, წვნიან ეს რა ის შეიძლება მაინც უფრო შედარებით ნაკლებად, უფრო მაგათაც ვისურვებდი რომ პასტასთან შედარებით ნაანსხვა რომელიმე ხა ამ შემთხვევაში ჩვენ რომელი ღვინოც გავსინჯეთ, ალბათ ეს საინტერესო იქნება ჩვენი მაყურებლისთვის რომ აღვნიშნოთ. ეს ღვინო წინანდალი ამ შემთხვევაში საკმაოდ გრილი ტონები და სასიამოვნო მჟავიანობით, როგორც ვთქვით. აპერიტივათაც კი შეგვიძლია, თუ კი ცხრიალა ღვინოა შამპანიური არ გვაქვს. ასევე თევზთან თავის მჟავიანობის გამო და სალათებთან, სუბუქ სალათასთან. უფრო ერთადერთი შეიძლება თუ კი თეთრ ხორცთან ერთად იქნება, უფრო ნაკლები ცხიმიანობით. მე მგონი რომ ძალიან ისეთი იქნება. უხდება ზეთისხილი. მწვანე ზეთისხილი სალათას ეს თავისი ცოტა მჟავიანობით ძალიან კარგი იქნება. გაიგეილია, მწვანე ზეთისხილის სალათა მოგვიმზადე შემდეგ. ღვინო შევიდა. იცით რა მაინტერესებს? ხშირად არ მეც დამართნი ეგეთი რაღაცა, რომ ვიწყებ თეთრი ღვინით და მერე ვაგრძელებ შავი ღვინით ან პირიქით. წითელი ღვინით. რამდენად შეიძლება ესეთი რამის გაკეთება? რა თქმა უნდა, შეიძლება ზომიერებაზე არის აქ ამ შემთხვევაში ხო ლაპარაკი, იმიტომ რომ საერთოდ ზოგადად, როდესაც ადამიანი რესტორანში მიდის ან ვახშამს თვითონ ამზადებს, სტუმრებს იწვევს ან თვითონ მიდის, არა მხოლოდ საჭმელი მომენტია ხო მნიშვნელოვანი, ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ გარემო და ამბიანსი რა ხდება ხო? აქედან გამომდინარე, აი ეს დაცვა, ზუსტად თეთრი ღვინის მირთმევა პირველ ეტაპზე, შემდეგ წითელი ღვინის მირთმევა ხორცთან, ხო? თუ გვაქვს სუბუქი წითელი ღვინო, ამ შემთხვევაში ნაკლებად ცხიმიან ხორცთან მივირთმევთ, თუ ცოტა ძლიერი, ასე ვთქვათ, ტანინიანი ღვინო გვაქვს, უფრო ცხიმიან ხორცთან შეგვიძლია მივირთვათ. ნახოთ ჩვენ ქვევრის ღვინო როგორია და 1-2 სიტყვით ესეც დავახასიათებთ. საინტერესოა, ყოველთვის ძალიან მდიდარია არომატებით. ჭიქას გავამზადებ მაშინ. აი, სანამ გვაქვს ელეჭკა. მაგრამ წინ არის ორი საათი. ჯერ კიდევ გადაცემა. ორი ღვინო დასაგემოვნებთ. და ორი ღვინო დასაგემოვნებთ. ილია, მე შენ ზებიზრუნებ და შენც წამოგიღებ. თქვენი ჭიქა ხო? სად არის? მე მაინტერესებს ილიას შეფასება, იმიტომ რომ გონია ადამიანი, რომელიც ასე კარგად არის გარკვეული კულინარიაში, ის ძალიან კარგად და სწორად შეაფასებს ხარისხიან კარგ ღვინოს. როგორი სხვანაირი არომატი აქვს და ფერიც როგორი სხვა აქვს. აბა ილია მოდი შენც დააგემოვნე, მოდი მე. ილია რა არომატებს აღმოგუჩენს, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ის დააგემოვნე და თან გითხარი რა საკეთებს სამზე. ესე უნდა დაუყნოსოთ. კი. ჯერ თურმე ფერი ქარვისფერი ხო ალბათ? თუ დამეთანხმებით? კი, ქარვისფერი. შემდეგ ესე. სურნელი და ვაგემოვნებთ. აბა ვნახოთ. აბა წუთით, ანუ არ გისმენდით თქვენ საუბრობდით რაღაც რისის აი რა შეგრძნება, რა გემოთ, რა არომატი დაგიტოვათ, ხო? კი, პირველ რიგში, როდესაც დავკნოსავთ ღვინოს. რა ანუ არის კლასიკური მშრალი ღვინო რა, რამდენადაც ხვდები, ხო? აი რა საფრთხე არის. მინარევები არ უნდა კონდეს. ზედმეტი, ანუ რაღაც არომატები, ციტრუსის, მე რაღაცის არომატი მეჩვენება, მაგრამ რა ვთქვა შეიძლება ანუ ეს არის ეხლა მე რაც ვნახე, გამომშრალი ყვავილების, მინდვრის ყვავილების სუნს გრძნობ, ცოტა ჩაის სუნიც არის. დიახ. და ძალიან სუბუქად ჩანს სანელებლების ტონი. აი სანელებლები ჩანს, კი. პირველად უფრო გამშრალ ბალახს და გამშრალ მინდვრის ყვავილებს. ვიცი რომ ძალიან კარგია, როდესაც გემრიელ ხარისხიან ღვინოს აგემოვნებ, მაგრამ უფრო კარგია, როდესაც გემრიელი ჩვენი არის მზად. ეხლა ისევ გადმოვასხით და ისევ ცეცხლზე გვაქვს? ცეცხლზე უბრალოდ დავტკი, ხო?
ანუ არ ჭირდება ახლა გამოთვლია. გასაგებად არის. მაყურებელს კიდევ ერთხელ ვუთხრათ, რომ ის მასა, რომელიც ქვაფში რამდენიმე წუთის განმავლობაში იხარშებოდა, შემდეგ დავაბლენდერეთ და აი ასეთი ცოტა შესქელებული კონსისტენციის მასა მივიღეთ, რომელსაც ახლა რა ვშვებით? რომელსაც ახლა გადმოვიღებთ. ანუ მზად არის ფაქტობრივად, დარჩა მხოლოდ სერვირება. თქვენ ჩაგიდეთ უბრალოდ მაშინ არაჟანს, რომ შესაძლებლობა გქონდეთ გასინჯოთ არაჟინითაც არაჟინის გარეშეც. ამასობაში მე გიყურებდი ელია, რომ შენ უკვე დაამატე მარილი და პილპილი და ცოტა ლიმინის წვენი დავამატე, რაღაც ჩემი აზრით მოითხოვა. კი, იცი სხვათა შორის ვიპიკრებ ლიმინის წვენიც აი ჩვენ შეგვიძლია. ხო. მოხდება ხო ეს ფერი მე მგონი. ერთი სული მაქვს დავაგებო. მოხდება. ნახე როგორ ყურადღებას ვაქცევთ უკვე შემდეგ როგორ გამოიყურეთ. მაგას აუცილებლად უნდა მივაქციოთ. ანუ სამ რაღაცას ექცევა ძირითადად ყურადღება. პირველ რიგში ეს ვიზუალური მხარე თავისთავად აუცილებელია. მეორე ჯერზე აუცილებელია. თვითონ საჭმლის გემო თავისთავად ვაგემოვნებთ და შემდეგ პროცესი უკვე როგორ გზნობთ თავს ამ საჭმლის მირთმევის შემდეგ. ანუ არ უნდა გქონდეს სიმძიმის შეგრძნება, კი უნდა მოგვემატოს ენერგია, რასაც სესწვნიანი მე მგონი მაგ შემთხვევაში თავის საქმე შეასრულებს. ცოტაოდენი არაჟანი. კი ბატონო, ყველი აუცილებლად რომელიც უკვე ყველი რომელიც დღეს რაღაც ვერ გვაქვს. გავაფორმოთ ლამაზად ჩვენ. კი არაჟანი როცა გვაქვს იმ ხოლმე საჭიროება ალბათ. ყველის გარეშე ხო? შეგვიძლია? არაჟნის გარეშე კოუზი დაგჭირდება შენ აუცილებლად. და დავაგემოვნებ პირველი ვარ. იმიტომ გაიგეცი ხო? აჰა, მაინტერესებს. ეს ის დღეა, როდესაც მე შემიყვარდება წვნიანი. მაგრამ ახლა აი მარტო გულწრფელად თქვი ხო? გითხარი ხა როგორი იქნება? ისეც. 200-ში. ანუ შენ ის პერფექციონისტი ადამიანი ხარ, რომელსაც ესენი არ მოწონს, ხო? მეც ეჭვი მაქვს. არა, ზუსტად არ ვარ. ზუსტად ასეთი მომწონს. მოდი და წავიღე, მოდი ჩვენთანაც. პასტაზე გადავდივართ, ხო? ამასობაში მე მგონი. ამასობაში წყალი უგემრიელესია. მართლა ვერაფასებდი სათანადოდ მოდი ილია, იმისთვის რომ შენ ყველაფერი მოასწრო, ამით აღარ შეწუხდე, მე დავასხვამ სხვებს გავუმასპინძლდები. კარგი, ამასობაში დაიწყებს შემდეგი კერდის მომზადებას. პასტის მომზადებაზე, კი. პერფექტო. დაგიბრუნდებით ისევ აუცილებლად. მანამდე ძალიან მომხიბლავია და საინტერესოა, როცა ღვინოზე ამ ხელა სიყვარულით და ინტერესით საუბრობს ქალი, ხო და ეს კითხვა სულ იქნება, ალბათ, იმიტომ რომ როცა მაგალითად ელოდებიან მეღვინესთან შეხვედრას, ალბათ ყოველთვის წარმოუდგენიათ უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცი. და ამ დროს მიდიხართ თქვენ. საინტერესო მოსაუბრესთან ერთად ესეთი მშვენიერი და კიდევ უფრო საინტერესო ხდება ის როგორ გააკეთეთ არჩევანი, ანუ როგორ მოხდა რომ თქვენ ცხოვრებაში ღვინოს აქვს გადამწყვეტი როლი პრინციპში, იმიტომ რომ მას დაუკავშირდა გაიარეთ იმისათვის, რომ აქამდე მოსულიყავით. საინტერესო, იმიტომ რომ ბევრისათვის ხართ მაგალითი. მადლობა, ოჯახიდან გამომდინარე, ტრადიციული ოჯახიდან ვარ, მეღვინეობის, დედა მეღვინეა, ენოლოგი, ჩემი ძმაც ასევე. პირველი ქალი მეღვინე არ ხართ, ანუ ოჯახში ესე გამოვიდა. კი, ასე რომ ოჯახი შეგუებული იყო. ზოგადად საზღვარგარეთ მე საფრანგეთში ვსწავლობდი. იქ ხშირად სწავლობენ გოგოები, თუმცა იქაც არის მაინც რაღაცა უფრო, ასე ვთქვათ, მამაკაცური ითვლება, რა თქმა უნდა, უფრო ესეთი მამაკაცური სამსახურია. რაც შეეხება თვითონ აქ დამოკიდებულება საქართველოში იყო, რა თქმა უნდა, თავიდან, თუმცა ეხლა ყველას ვიცნობთ ამ დარგში და დღეს ეს გასაკვირი აღარ არის, თუმცა მაინც ნაკლებობა ეხლა ჩვენთან მე ვინახება მეღვინეობის ფაკულტეტზე აგრარულში 8 გოგო არის 36-დან, თუმცა ძალიან აქტიურები არიან, ძალიან მომდევნებულები და ზუსტად ეხლა აყენებენ ღვინოს, რთველი არის და ისე აქტიურად არიან ჩაბმულები, ბიჭებისგან ვერ გაარჩევ მათაც, ასე რომ ეს არ ნიშნავს არაფერს. ეს არ ნიშნავს. თავარია მონდომება და სიყვარული შენი საქმის. და ეგ არის ყველაზე ინტერესანტი. აი ამ ორ სკოლაში რა განსხვავებაა, რომელშიც თქვენ მოღვაწეობთ, ანუ კონკრეტული მიმართულებებია ბუნებრივია, ალბათ, როცა არჩევ მიმართულებას, ხვდები სად უნდა გააგრძელოს სწავლა. კი ბატონო, ესე იგი, რაც შეეხება წინადლის ღვინის სკოლას, იქ მოსწავლეები არიან. ანუ იქ ღვინის ასე ვთქვათ დაგემოვნება ბოლომდე არ ხდება, თუმცა ზედაპირულად გარკვეული დეგუსტაციის ნაწილი არის. მევენახეობა, მეღვინეობა
მეურნეობა, ამასთან დაკავშირებული მარკეტინგი, ჩვენ საზღვარგარეთიდანაც ჩამოვყავთ სხვადასხვა ექსპერტები და მოსწავლეებს უკითხავენ ლექციებს, საქართველოს როგორც აღნიშნე საუკეთესო ექსპერტები ჩაყავს. მთავარია რომ მათ შეუყვარდეთ ეს დარგი, დააფასონ და მინიმუმ ღვინის დაგემოვნება ისწავლონ. ეს არის ჩვენი მიზანი. ჩემ ღვინის სკოლაში უკვე ისინი მოდიან, ვისაც სურს რომ ეს დაგემოვნება ახლა მათ შეისწავლონ, როგორც აღნიშნე თითქმის ყველა კომპანიას თავისი პერსონალი ჩვენთან ყავს გადამზადებული, ასევე ხელმძღვანელები და მოყვარულებიც მოდიან ჩვენთან. იმისათვის რომ სწორედ დაგემოვნება ისწავლონ, შეხამება კერძთან ამ სასმელის და ასე შემდეგ. აგრარულ უნივერსიტეტში იცით რომ აკადემიური სწავლება ახალი პროგრამა გვაქვს ჩვენ 2013 წლიდან მაქსიმალურად ვეცადეთ რომ საერთაშორისო დონის პროგრამასთან მიგვიყვანა, იმიტომ რომ ხშირად არის რომ ჩვენგან წასული სტუდენტები ზოგადად საქართველოსთან ბაკალავრიატის დონე მაგისტრატურაში უჭირთ სწავლა. ეს უნდა ვაღიაროთ რომ ხშირად ესეა. ამიტომ ჩვენ ისეთ დონეს შევთავაზეთ რომ არ გაუჭირდეთ. ეხლა მაგალითად გაიზერჰაიმი არის ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი მსოფლიოში და 2 წლიანი ხელშეკრულება დავდეთ, ჩვენი 6 სტუდენტი წავა უკვე იქ სასწავლებად ღვინის ბიზნესზეც. ეხლა ხელშეკრულებას ვდებთ მონპელიესთან, სადაც ასევე რამოდენიმე სტუდენტი წავა. ანუ მუდმივად უკვე ეს დონე რაც ჭირს ზოგადად ამ დარგში მეღვინეების კვალიფიცირებული მეღვინეების რაოდენობა არის გაიზრდება ახლო მომავალში და ჩვენ მეწარმეებს მინდა მადლობა უთხრათ, იმიტომ რომ ეს კულტურა არ არსებობდა მეწარმეების ჩართულობა სასწავლო პროცესში და ეხლა პირიქით მუდმივად მიყვავს სტაჟირებაზე, ძალიან მოეწონათ უკვე ჩვენი სტუდენტები და სტუდენტებისთვისაც დიდი პერსპექტივაა, როდესაც ასეთი შანსი გეძლევა და შეიძლება ეს გახდეს ერთგვარი სტიმულიც კი, რომ უფრო მეტად დაინტერესდნენ ამ სფეროში. უმეტესმა კომპანიამ თხოვა იმ სტუდენტების დატოვება, ვინც მათთან იყო სტაჟირებაზე, იმიტომ რომ არ ელოდნენ ისინი ასეთ შედეგს, რომ სწავლის დონეც მაღალი ჰქონდათ და მშრომელები და ასე ვთქვათ, ესეთი მოტივირებულები იყვნენ, ასე რომ ერთი კომპანია არის კიდევ, რომელმაც ასე ვთქვათ, ჩვენ სტუდენტებს სხვადასხვა ჯიშის ყურძენი უყიდა, იმისათვის რომ ცდები დააყენონ, ძალიან ისეთი ჩართულობაა და ძალიან გვიხარია. ანა, საინტერესოა მის რომ ან ყველამ ვიცით, ყველა ქართულ ოჯახში იწურება ღვინო, ასე თუ ისე ოჯახურ მეურნეობებს ხშირად არაპროფესიონალები აყალიბებენ და გასაყიდად არა, მაგრამ თვითმოხმარებისთვის წურავენ საკუთარ ღვინოს. მაგრამ არ იციან ის, რომ ხშირ შემთხვევაში აქვს ღვინოს დაავადებები. რა დაავადებები არის? მეც არ ვიცოდი სხვათა შორის. კონკრეტულად უთხრათ მაყურებელს, რომ გაითვალისწინონ და თავი აარიდონ ამ ყოველთვის. გეთანხმებით, ზოგადად ძალიან კარგი იქნება ეს მიდგომა, თუ კი პატარა ფერმერული მეურნეობები იქნება საქართველოში. ახლა გერმანია განვითარებული ქვეყანა ამ მიმართულებით და ექსპორტის პრობლემა არ არის და იქაც კი ესე არის, პატარ-პატარა მეურნეობებია, თუ კი ჩვენი ასე ვთქვათ, მშრომელი გლეხებიც გადაწყვეტენ, რომ პატარა მეურნეობები გააკეთონ, ნამდვილად აუცილებელია ის, რომ ხარისხის ყურადღება მიექცეს. სწორედ აღნიშნეთ, რომ არის ხოლმე ხშირად ოჯახურ ასე ვთქვათ მარნებში გარკვეული ზადიანი ღვინოები შეინიშნება. ეს არის უფრო ხშირად რაც ნესტის ტონი, დაჟანგვის ტონი, რომელიც იჟანგება, როდესაც ღვინო იჟანგება, რამოდენიმე ისეთი ზადი არის, რომელიც ხშირად გვხვდება ამა თუ იმ ასე ვთქვათ ღვინოში, ამიტომ სასურველია რომ მათ არ აკლიათ კვალიფიკაცია, რა თქმა უნდა, ეს მათი ისტორია, მამაპაპისთან მოსდევთ, მაგრამ ალბათ მაინც სასურველია რომ ხომ კიდევ ერთხელ ასე ვთქვათ, გარკვეულწილად ეს ტექნოლოგიური პროცესი რაღაცნაირად უფრო მეტად ჩაღრმავებულად გაკეთდეს და მე მგონი პრობლემა არ იქნება ის, რომ ხარისხის შეძლო. კონკრეტულად რა დაავადებები შეიძლება? დაჟანგვა მაგალითად, რომ ღვინო დაიჟანგოს, ფერიცეცულობა, არომატის და სხვადასხვა ძალიან კარგი იქნება მომხმარებელმაც იცოდეს ის ძირითადი დაავადებები, რომელიც ხშირად გვხვდება, რომ მიხვდნენ. ფაქტიურად სახელმწიფოსში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომხმარებელს, ხო, ამა თუ იმ ბიზნესის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ჩვენ თუ კი ვიცით, რომ ამ ღვინოს გარკვეული პრობლემა აქვს, მეორედ აღარ ვიყიდით, ხო, ხარისხის და მეწარმე ვალდებულია შემდეგ ან დაანებოს ამ საქმიანობას თავი, ან მოერგოს მომხმარებელს. ამიტომ დიდი ვალდებულება გვაკისრია ის მათ ვინც ვაგემოვნებთ, დაჟანგვა, მაგალითად, გახეხილი ვაშლის ტონები აქვს დაჟანგულ ღვინოს. აი დიდხანს რო დავტოვებთ, ბავშვობაში ამ ფერსაცოვით, აი ესეთი. მაგალითად, ნესტის და ობის ტონი.
საკმაოდ ხშირად და სამწუხაროდ ქვევრის ღვინოებს აქვთ ხოლმე, იმიტომ რომ ქვევრი ძალიან ესეთი მოსავლელია, ასე ვთქვათ. და ფაქიზის შესანახი, ამიტომ ეს არომატის და საცობის ტონი ხშირად გინახავთ ხო ფილმებში, როდესაც გახსნის სომელიე მიართმევს დამგემოვნებელს, საცობსაც ანახებს და ეუბნება რომ აბა თქვენ გასინჯეთ პირველ რიგში, შემდეგ ის ეუბნება რომ კი ბატონო დაგვისხეთ. აი ეს შემთხვევაა ზუსტად როდესაც საცობის ტონი აქვს ღვინოს, საცობის ტონი არის შმორის, ასე ვთქვათ, ობის ტონი. ამ შემთხვევაში იმ ღვინოს, რომელიც იყიდეთ, აღარ აგემოვნებთ და შემცვლელი ღვინო მოაქვს ჩვენთან. ძალიან უნდა გთხოვოთ ახლა რომ თქვენ დააგემოვნოთ ილიას მიერ მომზადებული კერძი. ელენე, შენთვისაც მაქვს. აჰა, მოდი მოკუშინეს. და თქვენი შთაბეჭდება ბუნებრივია საინტერესოა, სანამ დააგემოვნებთ. ილიამ უკვე დაიწყო პასტის მომზადება და კიდევ თითქმის ვამთავრებ. უკვე ამთავრებ? დეტალურად მიყვებით პასტას არ ჭირდება დიდხანს ხარშვა 6-7 წუთი მაქსიმუმ, რომელიც მითითებულია, ანუ ეს პასტა უკვე მზად არის. მე კომენტარს ვერ გავაკეთე. ხარშულია. ჩვენ გავაკეთეთ პასტა, ერთწოდებული მაკარონი. კი ბატონო. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში და ჩვენთან საქართველოში მაკარონით არის ცნობილი, თუმცა არის ერთი სახეობა უბრალოდ და ამ შემთხვევაში სპეციალურად შევეჩერეთ არჩევანი სწორედ პასტის ამ სახეობაზე. ეს არის პაპრადელე, პაპრადელე, ესეთი სახეობა ამ პასტის. რომელიც აქ გვაქვს სოუსი, არის პარმეზანი, ყველი, რომელიც პასტას აუცილებლად ძალიან უხდება, ზემოდანაც მოვახერხავთ. ლიმნის ცედრა გვაქვს, 2 ლიმნის ცედრა გახეხილი, 2 ლიმნის წვენი, 2 კვერცხის გული გვაქვს, დაახლოებით 100-120 გრამი პარმეზანი. შაშხულავი გვაქვს. შაშხულავი არის იგივე ბაზილიკი. აი ესეთი მწვანილია. მოგეგონებთ რეჰანს, მწვანე ფერის არის. მაგრამ შეგიძლია არომატი გემოც გასინჯო, რეჰანს არის, ბიძაშვილია რაღაცა ნეიდაშვილი, კი. ხო და რეჰანის ბიძაშვილი. ზეითუნიზეც ვამატებთ შემდეგ, ანუ პარმეზანი დაახლოებით 100-120 გრამი და ზეითუნიზეთი დაახლოებით 4 სუფრის კოვზი. კი ბატონო. მარილი პილპილი, აი ეს соуსი უნდა მოვამზადოთ, მანამ პასტა იხარშება, ეს თასი შემოვდგათ, წყლის ორთქლზე galღვება, მაგრამ პასტა ისედაც ცხელია და ჩვენ ახლა ამ ყველაფერშიო ჩავდებთ ამ პასტას, თავისთავად გაიჟღინთება ამ გემოებით, კი. კარგი. მაშინ მოდი ჩვენ შეგვიძლია ნელ-ნელა რეკლამა ვნახოთ. სტუმარს ძალიან დიდი მადლობა ასეთი საინტერესო. როგორი იყო? გემრიელი იყო ნამდვილად. პასტისთვის რომელ ღვინოს გვირჩევთ ესეც გვითხარით? წინანდალი გავსინჯოთ, აი ეს წინანდალს გავსინჯოთ, მაშინ რეკლამის დროს. ძალიან დიდი მადლობა გესიუდებებით. მეჩქარება ძალიან რეკლამაზე გასვლა გასაგები მიზეზების გამო და დავბრუნდებით რეკლამის შემდეგ. გემშვიდობა.